სალამი მეგობრებო, ახლა ვიმყოფები თელავში, თელავი მოლთან კერძოდ და დღეს ვაპირებ რომ გადავიღო ძალიან ლამაზი ვიდეო კახეთის შუაგულში. აქ მოვედი იმისთვის რომ შევიძინო მიკროფონი, ჩემი Insta 360-ისთვის, რადგან თქვენთან უკეთესი ხმით მოვიტანო ეს ყველაფერი და მოდი ვნახოთ შევიდეთ და დავათვალიეროთ მიკროფონის ვერსიები. მოვედი მოლში. შემოსასვლელში მალევე არის სუმერის მაღაზია და ეს ვარიანტებია ამ ეტაპზე, რაც შემიძლია რომ შევიძინო და ვინაიდან რადგანაც მარტო კაცი ვარ, ვფიქრობ რომ აი ესეთი ავიღო ერთიანი პირველ ეტაპზე. მოკლედ უთხარი რომელი ვერსიაც მინდოდა, ველოდები ახლა კონსულტაციას რომ გამინფორმოს შეკვეთა და შემდეგ უკვე დაგებრუნდებით აი ამ მიკროფონით რამდენიმე წამში. ეგ არის მოკლედ ავიღე ჩემი მიკროფონი, უბრალოდ სხვა მოდელზე შევარჩიე, უფრო მინი ვერსიაზე. რადგან მაინც ჩაფუტიში გითაც უნდა გავიკეთო ხოლმე, ამიტომ მინი ჯობია კონსულტანტთან გასაუბრების შემდეგ ეგრე გადავწყვიტეთ. მოკლედ, აი აქედან ზუსტად 3 წამში უნდა ვიყო უკვე ახალი მიკროფონით. 1, 2, 3. იმედია კარგად ისმის ამ მიკროფონში. ყველაფერი კარგად არის. თელავში ვართ, რა თქმა უნდა, ერეკლემეორის სახლ-მუზეუმთან ვართ. ამ ყველაფერს კარგად გაჩვენებთ, თუმცა ხოს რაღაც მაკლია. ერთი წუთით. მოკლედ, ზად ვარ. ბორბალიც ზად არის. და შეგვიძლია დავიწყოთ აქაურობის აღმოჩენა და დალაშქვრა. აბა წავედით. თელავის გულში ერთი მეფის სული ცოცხლობს. ეს ერეკლე მეორეა. ეს სასახლე მის ისტორიას ყვება. წარმოიდგინეთ, ოდესღაც აქ ცხენით შემოდიოდნენ. დღეს მე აქ მონობორბლით მოვედი. ეხლა ვართ მოკლედ ერეკლე მეორეს გალავნისკენ, უკან მხარეს აიქით წინ რაც ჩანს არის უბრალოდ დაღმართი, მეტი არაფერი არ ხდება. ამიტომ აქ შეგვიძლია დავტრიალდეთ ეხლა და გადავინაცვლოთ წინა მხარეს ძეგლისკენ, ან შეგვიძლია გავიაროთ ჯერ პარკში და მობრუნდეთ იმ ლამაზესი ძეგლისკენ, რომელიც არის ერეკლე მეორეს ძეგლი. გავიდეთ ეხლა მოედანზე, აქ გაჩვენებთ ეხლა სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს, რაც აქვს თელავს. ეს არის თელავის მოედანი, როგორც ხედავთ. ერთი წრე შეგვიძლია მოვარტყათ და აქვე არის ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის თეატრი. აი, ჩემ ახალ მარცხნივ დაგანახებთ, აი ეს არის თელავის თეატრი. ხო, კიდევ ერთი ამბავი ისაა, რომ როგორც ხედავთ, ქვაფენილზე საერთოდ არ უჭირს მონოპორბალს გადაადგილება ასეთი წამითაც კი. ხა, ექსკურსია, სულ ახლა ძალიან ბავშვები, ამიტომ საკმაოდ სასიფათოა ხა ამითი აქციები, ბავშვები დარგიან. ამიტომ ვეცდები რომ ისეთ ლოკაციაზე წავიდე, სადაც შეუძლიათ შემდეგ უკვე წესიარაცია, იმიტომ რომ ბავშვები არიან ძალიან ბევრი. კარგი, თუმცა შემდეგ იმ ლოკაციიდან დაგიბრუნდებით. რა იქნება თელავი თუ არა ამ ულამაზესი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა, რაც არის ღვინო. და ახლა ჩვენ მივიწევთ სესიკელი ვაინერიში. დაგვხვდებიან იქ ჩვენი მასპინძლები, დაგვათვალიერებინებენ ქვევრებს და შევძლებთ რომ დავაგემოვნოთ მათი უგემრიელესი ღვინო, რომელსაც ისინი აწარმოებენ. ულამაზესია მართლაც იგრძნობა ამ ქალაქში თუ რამდენი ხნის ისტორიას ინახავს ეს ულამაზესი ქალაქი და ახლა ჩვენ ვიმყოფებით გივი ჩოხელის სახელობის სტადიონთან. აი იქ არის, სადაც ტარდება ხოლმე თელავის თამაშები და აი ასევე მისი ძეგლი, როგორც ხედავთ. და მალევე არის სესიკელი ვაინერი. მოკლედ გამოვა ახლა 2 წუთში მასპინძელი და შევალთ და ნახავთ რა სიტუაცია შიგნით. მოვედით მოკლედ აი ამ ულამაზეს ადგილას, ეს არის სესიკელის მეღვინეობის ქვევრები, როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება. შიგნითაც გაჩვენებთ, მასპინძელი 2 წუთით შიგნით შევიდა. აი, ესეთი სიტუაცია არის აქ. ასხამეღვინოებს
მოკლედ ჩვენ ვართ ახლა მასპინძელთან ერთად ბატონი სიმონი და მოგვიყვება რა ღვინოები მზადდება და როდის შემდეგ როგორი ტრადიცია მოკლედ ეს თქვენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის ჩვენთან მზადდება მხოლოდ ქვევრის ღვინოები ვენახი მდებარეობს ალაზნის ველზე აქედან 6 კილომეტრია თელავიდან და ვაყენებთ მხოლოდ ქვევრის ღვინოებს ვაყენებთ საფერავის ღვინოს ხაცითელს ქარვისფერ ქაცითელს ქარვისფერ ქიის ქარვისფერ წვანეს 4 სახეობა ღვინო გვაქვს დღესდღეობით შვენიერია დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებთ და დიდი მადლობა პირველ რიგში მასპინძლობისთვის და რა ვიცი გავსინჯოთ მოდი და კი ბატონო გავსინჯოთ ეს საფერავია ძალიან ალუბლის არომატებით მადი სამძლევრად გამოიყურება ალკოჰოლი 13 გაუფილტრავი ქვევრის ღვინო იყო ერთი თვე ჭაჭაზე დაყოვნებული და კიდევ 6 თვე იყო ქვევრში შემდეგ ნაწილი ჩამოესხა უმაგრესია და მოდით რადგან ბარემ დეგუსტაცია არის მინდა რომ თქვენ ამ საქმიანობას გაუმარჯოს ერთმა იმისი შემწეობა ძალა და ესე ვთქვათ სურვილი მოგანიჭოთ სულ ეს ყველაფერი აკეთოს გაიზარდოთ რა ვიცი ყველანაირად და დაუტოვოთ ეს ტრადიცია შემდეგ უფრო რა თქმა უნდა თქვენში თავმოყოლს და ესეთი მაგარი ღვინოსთვის ესეთი მაგარი საქმიანობისთვის კიდევ ერთხელ მთელი საქართველოს სახელით მადლობას გადაგიხდით და ყველას ურჩევ რომ მოვიდეს და დააგემონოს თქვენი მეუნელესი ღვინო აბა დიდი წარმატებების ესიკელის მეღვინეობას მოკლედ მასპინძლებმა გვაჩუქეს ერთი ბოთლი საფერავის სუფთა წვენი აი ეს არის მეგობრებო სესიკელი ვაინერი უკარგესი უმშვენიერესი ხალხი და მოდით აუცილებლად დააგემონეთ მათი ღვინო და მათი კერძები რომელსაც ისინი გვთავაზობენ გიორგი ლეონიძის ქუჩა ნომერი 42 გივი ჩოხელის სტადიონთან ქვემოთ მალევე როცა ჩამოხვალთ მოკლედ ახლა ვაგრძელებთ მოძრაობას თელავში უნდა მოვემზადოთ და დავიძრათ უკვე ნადიკვარისკენ იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან ლამაზი პარკი თელავში რომელსაც სულ ახლახანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და გახსნა იყო ცოტა ხნის წინ ამიტომ აუცილებლად არ უნდა გამოვტოვოთ ეს სანახაობა შეგვიძლია ესე პირდაპირ ჩავიდეთ და ზემოთ ავაჭრათ და მოხვდებით ნადიკვარზე აქ ხედავთ ნადიკვრის სცენას სადაც კონცერტები იმართება ხოლმე და ზოგადად თლიანად ნადიკვარს აი ესეც ჩვენი ნადიკვარი რაც შეგვიძლია რა თქმა უნდა ავიდეთ ერთი თემა რაც აქიდე არის რომ წმარა უგებო თქვენთან არაფერი არ მინდა ეხა მელოდებიან რომ დავიძრა და ისევ გამიბრაზენ ამიტომ ჯობია რომ აქ ხელით გადავაადგილოთ იმიტომ რომ საკმაოდ ეშინიათ აშკარად ძაღლებს ესეც ერთ-ერთი უძველესი პარკი არის და საკმაოდ მაღალზეა და ხალხს ძალიან უყვარს აქ ამოსვლა და დასვენება ჩამოვიდეთ და დავისვენოთ შვენიერი ამინდია ცოტათი ცხელა კიდეც მაგრამ it's okay ესეც ჩვენი კადრი აი ამ პატარა ფანჩატურებიდან არ ვიცი ღირს თუ არა რომ ჩამოხვიდეთ თელავში და ეს სილამაზე ნახო და თან პლუს მონობორბლით იმოძრაო რა თქმა უნდა ღირს და ჩემგან უდიდესი რეკომენდაცია ამ ქალაქს და ამ ქალაქში მოძრაობას მონობორბლით თუნდაც ერთადერთი მინუსი ეს არის ძაღლები მაგრამ ძაღლები ყველგან არიან და ცოტა ოდენ საჭმელს თუ მივცემთ ხშირ შემთხვევაში შეგვეშვებიან კიდეც და პირიქით შეგვიყვარებენ ამიტომ ცოტა ზრუნვას გამოვიშინოთ მათზე და ყველაფერი კარგად იქნება არა, ვერ წავიდოდი აქედან, ნადიკვიდან აი ეს ხედი რო არ მეჩვენებინა თქვენთვის უბრალოდ შეხედეთ რა ხდება. რა სილამაზეა ხალხო. არ ვიცი როგორ დაგანახოთ, მაგრამ იმედია ამ სილამაზეს თქვენს ხედავთ და აღიქვამთ კამერებში, თუ ვერ აღიქვამთ, აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ და ნახოთ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით. მეგობრებო, ეს ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენი დღევანდელი ვოიაჟი თელავში ამით დასრულებულია. ეს ქალაქი უდიდეს ისტორიას ინახავს და მონობორბალის გახდა ამ ისტორიის პატარა ნაწილი.